იცოდით, რომ დღეს ბაზარზე გავრცელებულია ძალიან ბევრი სხვადასხვა სახეობის აგურის იმიტაცია. ამას კი მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. ამიტომ დღეს მინდა გითხრათ, რა განსხვავება აგურის ფილებში და რატომ ჯობია ნამდვილი მისგავსებული აგურის იმიტაციის. ძირითადად აგურის იმიტაცია ცემენტისგან, თაბაშირისგან ან სხვა რომელიმე სინთეტიკური მასალისგან მზადდება. ხო, მართლა, ეს ბოლო ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და გამოყოფს ტოქსინებს. ხოლო რაც შეეხება ჩამოსხმულ მასალებს, ისინი იღებება შემდგომ დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და კედელზე არაბუნებრივად გამოიყურება. ასევე გავრცელებულია მეორადი მასალების გამოყენება. მეორადი მასალა გამომშრალია და ყინვის მიმართ არამდგრადი, დაბინძურებაზე არ მოწმდება. შესაძლოა საკმაოდ საშიშ მიკრობებსა და სოკოებს შეიცავდეს. აგურის დახერხვა კი არ არის რეკომენდირებული. ვინაიდან ამ დროს აგურის სიმტკიცეს კარგავს, უჩნდება მიკრობზარები, რაც ასევე მოწყვლად ხდის წვიმასა თუ ყინვის დროს. ხოლო ვულკანური თიხისგან დამზადებული ფილა სპეციალურად დაპრესივი გამომწვარი მასალაა. ის იწვება 1000 გრადუსზე და მეტ ტემპერატურაზე, რაც მას ხდის სითბოსა და ყინვისადმი ძალიან მდგრადს. ასეთი ფილა წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. არ იჩნდება, არ ცვება და არ იცვლის ფერს. თუ გინდა რომ აგურის ეფექტი შენ სივრცეში სილამაზესთან ერთად გამძლეობასაც გაძლევდეს, აირჩიე ნამდვილი გამომწვარი ფილა. ხარისხიანი შედეგი აქ ჩვენთან აგური ლენტში იწყება.